40 კილომეტრი ორლიანდაგიანი ინფრასტრუქტურისთვის. საქართველოს კავკასიის ვარსკვლავი ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას თურქული გამოცემა სანდის ზამანი. სტატიის ავტორი ხას იმ ფაქტს უსვამს, რომ რუსეთის მიერ საქართველოში გახორციელებული აგრესიის შემდეგ საქართველოს სერიოზული პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, მისი ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია. ათასობით ადამიანი კი იძულებით დევნილი. სტატიის თანახმად, მიუხედავად იმ გავლენისა, რაც საქართველოს ეკონომიკაზე ომმა და გლობალურმა კრიზისმა მოახდინა, საქართველოს პრობლემებს მაინც ღირსეულად გაუმკლავდა. და ეს მის საკრედიტო მაჩვენებელზეც აისახა, როდესაც რეიტინგების სააგენტო Standard & Poor's-მა საქართველოს რეიტინგი აუწია და BB-დან B+-მდე გაზარდა. საქართველოს წელს 7%-იან ზრდასელი ჩრდილოვანი ეკონომიკის დაახლოებით 10%-იანი კლებით. ეს შესაძლებელია, რადგან საქართველოში მსოფლიო ბანკის თანახმად სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ბიზნესის დაწყებისათვის საუკეთესო პირობები აწერს სტატიის ავტორი. სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოს პრეზიდენტი რეფორმატორია და მისი მმართველობის პერიოდში ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლის მოდელად იქცა. გარდა ამისა, თბილისი ევროპის კონტინენტზე ყველაზე უსაფრთხო ქალაქად ითვლება იმ პოლიციით, რომელიც მსოფლიოში ყველაზე არაკორუმპირებულია. უცხოელი ჟურნალისტის შეფასებით, ქვეყანაში 2012 და 2013 წლებში დაგეგმილი არჩევნები საქართველოს ხელისუფლებისათვის კიდევ ერთი გამოცდა იქნება, რომელიც ღირსეულად უნდა ჩააბაროს.